ხო, მოკლედ on-device AI-საც აქვს რა თავისი გამოყენებები, კონკრეტულად უფრო სწორად embedded device-ებში ისეთი როგორც არის Android-ი, iOS-ი ან Raspberry Pi ან მსგავსი რაღაცეები, იმაში თავის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ შანსი არ არის ამ ხელა data center-ი რო ჩაატიო უბრალოდ ესეთ მოწყობილობაში, რომელსაც მაგხელა რესურსი არ აქვს რა. რა თქმა უნდა, ლიმიტირებულია, შეზღუდულია, მაგრამ რაღაცეებში კარგი გამოყენება აქვს და ერთი დემო მაქვს მომზადებული, რომელიც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება და ერთად ვნახოთ, შეიძლება მოხდეს ცუდი. ჩემს შესახებ გვინდა თუ არ გვინდა? 10+ წელი, Android ვხაკავ, რა ვიცი, ხან 3D ბეჭდით ვარ დაკავებული. ეგ არის. აი, ხო, მოკლედ ეხა კონკრეტულად ბევრი მოდელებია, არსებობს ეგეთი Hugging Face-ი, რომელზეც უამრავი მოდელი არის და ეგ მოდელები შეიძლება გადმოვწეროთ, წამოვიღოთ და Android-ში ჩავწეროთ და ეგეც გამოვიყენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად მარტივი ავარჩიე, მარტივი არის Gemini Nano, იმიტომ რომ უკვე პირდაპირ შიგნი არის ჩაშენებული Android-ის სისტემაში. ნუ ჩაშენებული არ არის, მაგრამ მარტივი API აქვს რა, ეხლა ჩვენ კონკრეტულად გავიხილავთ Gemini Nano Prompt API-ს, რომელიც უკავშირდება სისტემას და იქ შიგნი არსებულ AI მოდელთან შეგვიძლია ურთიერთობა. და ეგეთ ფიჩერები აქვს, რომ ტექსტის სამერიზაცია, smart reply-ები, გრამატიკის შემოწმება, მუღამის არის, რომ კიდე data privacy აქვს, ანუ on device არის და data on device რჩება, არ გადის online-ში საერთოდ. ინტერნეტის გარეშეც მუშაობს, სადღაც მეტროში ვიქნებით თუ სად ვიქნებით, ლიფტში ვიქნებით თუ სად ვიქნებით, მოკლედ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ offline-ში მუშაობს. სურათების ანალიზით შეუძლია ამ კონკრეტულ მოდელს, მიხედვით იმისა, რომ პატარა მოდელი არის და ხმის ანალიზით შეუძლია. ერთადერთი რაც იდეაში დამაკლდა მე პირადად არის სურათების გენერაცია, რომელიც არ შეუძლია რა. ეს მოდელი მაგას ვერ აკეთებს. და კიდე ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნუ დრო ჭირდება, ანუ 500 მილიწამიდან რამოდენიმე წამამდე დრო ჭირდება, მაგისი დემოც მაქვს მომზადებული და ვნახავთ ერთად, ამიტომ რაღაცა კრიტიკულად სწრაფად მნიშვნელოვანი ტასკები არ უნდა მივანდოთ, ასე ვთქვათ რა, თვითონ ამ on device-საც. შემდეგი რაც არის, რომ როგორ მუშაობს რა, ანუ on device-ი მარტივი სქემა მაქვს, უბრალოდ ჩვენი აპლიკაცია, რომელიც ML-Kit Gen AI Prompt API-ს მიმართავს, მე სახელი ვერ მოიფიქრეს უბრალოდ. მერე Android-ის სისტემას მიმართავს და იმის ქვევით under the hood კიდე არის ეს Gemini Nano მოდელი და მერე იქით TPU არის კიდე GPU და ასე შემდეგ. ანუ მაგედან მაგას იყენებს და მერე ისევე უკან მოდის ეგენი ჩვენთან, ანუ prompts გაუგზავნი ML-Kit-ს და სისტემა ამენეჯებს თვითონ მაგ ყველაფერს და კიდე ერთი კარგი და მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც არის ამ შემთხვევაში, ის არის რომ ამ მოდელს რო ჩაიწერს და წერა რო ახსენე რა, ანუ ასე ვთქვათ, რო დავიწყებთ, ანუ ტელეფონს რო ავიღებთ, მობილურს რო ავიღებთ, ჯერ არ არის შიგნი Android-ის სისტემაში, პირველ მოთხოვნაზე ხდება მისი გადმოწერა, როგორც კი რომელიღაცა აპლიკაცია მოითხოვს, თუნდაც სისტემური, პირველ ჯერზე ხდება გადმოწერა, მერე ინახება სისტემაში და უკვე გაზიარებული არის, ანუ ნებისმიერმა აპლიკაციამ თუ სისტემამ ვინც არ უნდა მოითხოვოს ამ მოდელთან მუშაობა, თავიდან მისი გადმოწერა არ ხდება. ერთი არის და ეს ერთი ზიარდება, ანუ engine ერთია და ყველას მერე ეს ემსახურება, ასე ვთქვათ რა. კი. აი, ეხლა ვილაპარაკებ ზუსტად მაგას. შემდეგი სლაიდი არის ეგ. ხო, პატარა მოდელი კი ვახსენე, ორი მოდელი არის, ერთი არის 1.8 ბილიონი, მეორე არის 3.25 ბილიონი. ისეთი device-ები როგორც არის Pixel Pro-ები უფრო მეორე მოდელს იყენებს და ცოტა ისეთი ბიუჯეტური device-ებისთვის პირველი მოდელია განკუთვნილი.
საკმაოდ დიდია მაინც რა 3.3 ბილიონზე ზემოდაც უკვე ბლომად ისენი აქვს რა ქვია პარამეტრები ტოკენების რაოდენობა რეალურად 32k ტოკენი შეუძლია მაგრამ რო არ გადნეს ტელეფონი ამიტომ შეზღუდული აქვს 4k ტოკენზე რა დაახლოებით რა და დისკის ზომა არის 1.5-დან 2.4 გიგაბაიტამდე რა ანუ ამ მოცულობას ინახავს ამ მოცულობას იკავებს მობილურ მოწყობილობაშიც კი რა მიუხედავად აი ამ ყველაფრისა და ესეთი ოპტიმიზაცია აქვს 4 bit quantization-ი რა ეგ ხო კი მთელი 5 გიგაბაიტის გადმოწერას უნდა ველოდო? ანუ შემუშავებს ხო? პირველად კი, მაგრამ როგორც წესი Android-ის ტელეფონს რო ანუ პირველად გახსნი ასე თქვა პირველი ბუთი აქვს რა. პირველი ბუთი რო აქვს, ერთ-ერთმა რაღაცამ სისტემამ მაინც რო გამოიძახოს, ის დაიწყოს გადმოწერას და როგორც წესი, ანუ რამოდენიმე წუთში იქნება რა, მაგრამ ხო არის შეიძლება იყოს ეგეთი მომენტი რომ არაფ დაუშვათ არაფერს არ გადმოუძახებია კი უნდა ელოდო და მაგაზე დემო როგორ უნდა ელოდო ეგეც მარტივი API-ა კორუტინებზე ზის და ის გაქვს რა ქვია flow გაქვს და collection-ით იმაშვები რა ქვია აობზერვებ და რომ მოვა მე notifications გამოგიგზავნის რომ account-ი მოვიდა და მე შეგიძლია გამოიყენო მაგრამ ამამდე ვერა ესე არის მოწყობილი კი ეგ ლიმიტაცია აქვს რა უნდა დაელოდო სპეციალურად აქ API-ში რომ სტატუსი უნდა კითხო follow up slide-ები იყო ეგენიც მაგრამ კაი ხო მოკლედ კი ეგრე არის რა მარტივად რო გითხრა უნდა დაელოდო სანამ არ გადმოიწერება რა იმიტომ რომ ამამდე არ ახლა მისაწვდომი shipping-ი არ ხდება პირდაპირ ანუ ქარხნიდან out of the box ეს მოდელი არ მოყვება ну ყოველ შემთხვევაში ეხა ესეთი პოლიტიკა აქვს ეგრე არის რა ოკეი ხო ეს 4 bit quantization-ი უბრალოდ fancy სიტყვა არის იმისთვის რომ ეს კომპრესია გააკეთონ დეველოპერს და აგვიყვარს კომპრესია ყველაფრის ჩაწნეხვა რომ რაც შეიძლება დავაპატარავ და პატარა ადგილას ჩავატიოთ მოკლედ აი სტანდარტული 10 გიგაბაიტის თემა 16 და 32 ბიტის მაგივრად 4 ბიტში აქვს ცოტა precision-ი იკარგება ცოტა ლოგიკურია make sense მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვაქვს საშუალება რომ გამოვიყენოთ ესეთი საკმაოდ კარგი მოდელი პატარა საქმეებისთვის რაც იქ ჩამოთვლილი იყო და on device AI გქონდეს. გადავედით გამოყენებაზე, ანუ ძალიან მარტივი არის, ხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში დემო მაქვს მომზადებული მხოლოდ ურთიერთობის, ანუ ტექსტურად დაველაპარაკებით და რაღაც პატარა ფუნქციონალს გააკეთებს. და როგორ უნდა ჩავაინტეგროთ რა, ესეც საკმაოდ მარტივია, აი უბრალოდ ერთი დეპენდენსია აქვს, ერთი დეპენდენსია აქვს და ჯერ როგორც ხედავთ ბეტაში არის რა, ესეც ბეტა 1-ში არის. მაგრამ საკმაოდ ის არის მომწიფებული არის უკვე ასე ვთქვათ იმისთვის რომ ის პრომპტები გადავცეთ და გამოვიყენოთ რაღაც ფუნქციონალში რა. ეს mini SDK 26 უნდა იყოს, კომპილაცია 34 ჭირდება და ზოგიერთ device-ებზე არ არის ხელმისაწვდომი რა, კონკრეტულ მოდელებზე არის, როგორც წესი, Pixel 9-დან იწყება, თუ არ ვცდები და Xiaomi-ის რამოდენიმეზე არის, აი ის რო ახსენე დაბალი 1.8 ბილიონიანი მოდელი, აი ეგ არის Xiaomi-ებზე. ეს არის ძალიან მარტივი 3 ხაზი კოდი, ნუ თლაც 3 ხაზი კოდი არ არის, ხა ვამარტივებ კიდევ უფრო მეტად, მაგრამ ანუ მარტივად რო ვთქვათ, რავი, მოდელს ითხოვ, უბრალოდ მოდელის კლიენტს ითხოვ, მომეც კლიენტი, მე ეუბნები რომ generate content და მე ეუბნები რომ რავი, რეზულტატი მომეცი და ეგ არის რა. ხო აი ქვემოთ ზუსტად რომ შეიძლება არ იყოს 1 გიგაბაიტიანი სისტემაზე, მაგრამ როგორც კი რომელიღაცა მოითხოვს სისტემას, ეგრევე გადმოიწერს და всё ის ინახება და გაზიარებულია რა. ყველა ხმარობს იმ მოდელს. ხო, ანუ კარგი არის რომ ვკითხოთ, ზუსტად მაგას ვსაუბრობდი რომ check status აქვს, ანუ სანამ კლიენტს რო დაიწრევ, სანამ ეტყვი რომ აი შენ პრომპტი და რაღაცეები გამიკეთი ან პასუხები დამიბრუნე, მანამდე აქვს რომ ეუბნები რომ სტატუსი მინდა, რა სტატუსში ხარ და ეს check სტატუსი გეუბნება მაგალითად რომ
ნუ თუ პიქსელის device არ არის გეტყვის რომ ვაფშე არა მაქვს, ანუ სისტემაში არ მაქვს და ვერ გამოიყენებ, ან გეტყვის რომ არ არის გადმოწერილი და უნდა გადმოწერო და მე იწყებ გადმოწერას და გადმოწერა რომ მოვა, მე აგრძელებ მუშაობას. Flow არის ჩვეულებრივი და collects უკეთებ რა. ხო. სხვა მოდელები თუ გვინდა, იმიტომ რომ ეს ერთი მოდელია, როგორც ვახსენე, Hugging Face-ზე არის უამრავი სხვა მოდელები, რომელიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ოღონ ეგ მოდელები ჩვენ უნდა ჩავწეროთ ხელით. ან აპლიკაციასთან ერთად უნდა დავშიფოთ, ანუ მაგალითად ასეტებში ჩააგდებ და მე იქიდან დაალვადებ და მიწვდები, რაც იდეაში ალბათ არასწორია რა. თუმცა ერთ-ერთი ხერხი არის. მეორე არის რომ სადღაც კონდეს cloud-ზე ატვირთული და ზუსტად იგივე გააკეთო, რასაც ნანო აკეთებს, ანუ დაიწყო გადმოწერა, როგორც კი მოთხოვნა იქ. ან აპლიკაცია რო გაიხსნება, დაიწყო ეგრევე გადმოწერა ამ მოდელის. და რო გამზადდება და გადმოიწერება, მე გავგზავნო კითხვები. მაგრამ Gemini Nano API-ით მაგასთან ამ API-ით მაგასთან ვერ ვიმუშავებთ, მაგისთვის არსებობს სხვა ეს ძველი ცნობილი TensorFlow და რაღაცა ეგეთები, Light.RT არის ეგეთი API კიდე, იმითი შეგვიძლია ვიმუშაოთ და თუ ვიზუალურ ან სურათების დამუშავებასთან გვინდა, MediaPipe არის კიდე ეგეთი მოდელთან სამუშაო API და მაგითი უნდა ვიმუშაოთ რა. მაგათი დეპენდენსები გვინდა და მაგათი კოდი უნდა ჩავაინტეგრიროთ ჩვენთან, რომ ეგ custom მოდელები გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ რა. შეზღუდვა აქვს ამათ რამე, ანუ რა მოდელის ატვირთვა შემიძლია მაქსიმუმ. ასეტებში გულისხმობ? თუ ზოგადად? ზოგადად აი კი, მეხსიერება device-ი. მიზღუდავს? ნუ მეხსიერება. SDK ასეტებში მგონი აქვს შეზღუდვა, იმიტომ რომ Play Store-ზე ხო უნდა დადო და ალბათ ასეტებში რო ჩატვირთო თუნდაც. ხო და რო ჩატვირთო, ჯერ ესეთი რომ თვლი ესე უბრალოდ URL-ით ვერ დაალვადებ, ანუ სტრიმინგით უნდა ჩატვირთო, იმიტომ რომ გიგაბაიტიანს ეგრევე ვერ წამოიღებ. და არ ექნება შეზღუდვა ექნება რამდენიც აქ მეხსიერება device ალბათ ის, ან მინიმუმ ოპერატიული, იმიტომ რომ მე უნდა გავარკვიო ტელეფონს შეუძლია თუ არა და თუ არ შეუძლია. იმიტომ ეგ ცოტა low level-ი API-ა რა, მაგიტომაც არის Gemini მარტივია და არსებულ მოდელს გთავაზობს და როგორც ყოველთვის custom რაღაცები თუ გინდა, ისინი ცოტა მეტ სამუშაოს მოითხოვს რა, ანუ შენი network layer-ი უნდა აწყო, შენ უნდა უზრუნველყო რომ ოპერატიულიდან დროზე გადავიდეს რა იმაში მეხსიერებაში, იმიტომ რომ ოპერატიულსაც ვერ გადაავსებ ესე უსასრულო და კი, ანუ მაშინ შენი მოსაგვარებელია თუ custom მოდელს გამოყენება გინდა რა. მაგრამ არც ეგ არ არის ნელი რა. პრინციპში. თუმცა ბევრი უფრო მეტი საწერია. მაგრამ AI ჯუნის დავაწერინებთ მაგასაც. Okay. When to use on device AI, ხო, ანუ privacy თუ გინდა, რომ არ დატოვოს შენმა მონაცემებმა, შენმა პრომპტებმა და კითხვებმა device-ი და იყოს მხოლოდ შენთან, თუ გინდა რომ offline-შიც გქონდეს საშუალება, ნუ თავისთავად რომ ტოკენებში ფული არ გადაიხადო, მაგრამ საქმე გაკეთდეს. და ხო, ნუ cloud ინფრასტრუქტურის გამოყენება არ გინდა რა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოიყენოთ. ხო, როდის არ უნდა გამოვიყენოთ? როგორც აღვნიშნე, არ უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როცა რაღაც კრიტიკულად სასწრაფოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ნამდვილად დროს ითხოვს და ამის დემოსაც გაჩვენებთ. მთავარ thread-ზე რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ, იმიტომ რომ რაღაცა უამრავ საქმეს აკეთებს და გაჭედავს, აინერს გამოიწვევს და რაღაც არ უნდა მოუთხოვოთ, რომ რაღაც ვებხის ტყავსანი გადავცეთ და იმან რაღაცების გარჩევა დაიწყოს და იქიდან ესეების წერა დაგვიწყოს რა, იმიტომ რომ მაგ ხელა ტოკენი არ აქვს, როგორც ვნახეთ, 2K ტოკენამდე აქვს შეზღუდვა, 4K ტოკენამდე აქვს შეზღუდვა, რომ არ გადნეს რა ეს device-ი და რაღაცა ის მაცივაში არ დაჭირდეს შეგდება. Okay, შემდეგი რა არის? ხო, ნუ როგორც აღვნიშნე, ეს თავისი ფუნქციონალი აქვს, მაგრამ ელემენტსაც აჯენს და ამასაც ეს გაფრთხილება ჭირდება, როგორ გამოვიყენებთ, ასე ვთქვათ რა, უპრაგონოდ ყველაფერში, ალბათ მიზანშეწონილი არ არის. ხო, ეს იყო, თუ დაასკანერებთ ამას ჩემ რეპოზე გადახვალთ, სადაც დემო მაქვს და ჯობია რომ დემო გავუშვათ და კოდი ნახოთ რა. ეხლა პრინციპში. ნოტარ ერთი კითხვა მაქვს. თუ კი არის ჯერ ბეტაში, მაგრამ
ანუ განახლებებს რამდენად შეაკეთებენ თუ გაქვს მაგაზე ინფორმაცია ან მოდელის დატრენინგებას. მაგალითად, იმიტომ რომ ეს რადგან ოფლაინია და ერთხელ გადმოიწერს, სავარაუდოა რომ დიდი ხანი დივაისში იქნება და მაგის ან შეიძლება დაატრენინგონ, გაზარდონ და ჩემ დივაისში როდის განახლდება. ხო, თუ განახლდება საერთოდ. კარგი კითხვა. იცი რა არის, ჩავინიშნავ მაგ კითხვას, იმიტომ რომ არ მაქვს პასუხები ნამდვილად, ძალიან კარგი კითხვა არის. მეც მინდოდა ეხა მაგ კითხვაზე პასუხის მოცემა, შენ რო იკითხე და მოგწერ. იმიტომ რომ არა მაქვს მაგაზე პასუხი, არ ვიცი. არ მინახია ეგ ამბავი ნამდვილად. მაგრამ თვითონ სწრაფად მუშაობენ რა, მაგალითად რამოდენიმე თვის წინ, ეხა ხო ბეტა იყო იქ დეპენდენსიაში რა. რამოდენიმე თვის წინ იყო ალფა. და დაახლოებით 3 თვეში უკვე ბეტაზე გადავიდნენ რა. ანუ სერიოზულად ცენტრში აქვთ ყველა AI, ყველგან AI-ია, ყველაფერზე AI-ს და სავარაუდოდ რაც უფრო დატრენინგებულ მოდელს გამოიყენებენ, აპდეიტთან ერთად ალბათ თვითონაც გამოუშვებენ. ხო, სავარაუდოდ თვითონვე ექნებათ რაღაცა ქეშინგის მექანიზმი, რასაც ვადა გაუახოლმე და შემდეგ მოთხოვნაზე რაღაცა არსებულ მოდელს გამოგაყენებინებენ, მაგრამ და შეიძლება პარალელურ რეჟიმში ახალის წამოღება დაიწყონ. ან ის წაშალონ და ახალზე გითხრან, რომ ჯერ არ არის, აი ხა ვიწერე რაღაცა მინიმუმ ეგორი ვარიანტი არის რა. იმიტომ რომ ხო არ ამგონია ერთ მოდელზე გაიყენონ. ან პრინციპში მესამე ვარიანტია შეიძლება Play Store-თან ერთად დაშიფონ ხოლმე, ანუ Play Store ხო ნახდება ცალკე Play Store სისტემები. ან და სისტემის აპდეიტთან ერთად გამოუშვა ხოლმე. პრინციპში ეგეც წელიწადში ერთხელ ნახდება და მე მგონი მისაღები იქნება ამ ხელა მოდელებისთვის, მაინც საკმაოდ ძლიერია რა. რაღაც. ანუ მაგ კითხვაზე იგივე კონფიგურაცია ქონდა Firebase ML-კიც. ეგ იყო ადრე, სანამ AI boom-ი დაიწყებოდა, მახსოვს ოსიარი გავაკეთე მაგაზე. და როგორ იყო, ანუ იწერდა ეს 100 მეგაბაიტი იყო მაშინ ეგ. იწერდა ზოგჯერ. მაგანდა ხშირად. და ანუ მაგან დამტანჯა, იმიტომ რომ ოსიარი იყო, ან ჩვეულებრივ ბანს ტელეფონებზე იყო და ანუ ხალხი იწერბოდა არ მუშაობს, არ შვებაო. და როგორ ხდებოდა, ანუ თვითონ მოდელი მოქონდა ახლიდან. ანუ ყოველ ჯერზე ახალი მოდელი, აპდეიტი რომ მოდიოდა. მაგრამ ნუ ის იყო რა, რაღაც ლიმიტები იყო მანდ, უშუალოდ რაღაც ვერსიამდე რაღაც მოდელი მოდიოდა. შენ თუ გაქვს შენ გრელში გაწერილი ვერსია 1, მაგას რაღაცა მოდელები მოვიდოდა, ვერსია 2-ს კიდე უფრო ახლები მოვიდოდა, მაგრამ ნუ ალბათ ეგრე იქნება. იმიტომ რომ ყველაზე ისეთი Google-ური solution-ი ეგ არის, ხა მე როგორც ვფიქრობ. ხო, შეიძლება. ანუ დააკეშირებს, რაღაც დაუშვათ თქვა 1 თვე ექნება, 1 თვის მერე ახალს გადმოწერს და იმას გამოიყენებ. ალბათ ეგრე ხო, მაგრამ არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. მოვიძიებ მაგაზე ინფორმაციას, ნამდვილად კარგი კითხვა არის, მეც სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს. შალიო, შენ ხო არ გაქვს მაგაზე პასუხი? ნო. ოკეი. შემდეგ კითხვები? თუ დემოზე გადავიდეთ. მარტივი აპლიკაცია გვაქვს, ქვემოთ გამოიტანს პასუხს და აქ არის სტატუსი რა, ანუ რა მდგომარეობაში იმყოფება, რა ვიცი, მაგალითად უთხრათ hi და ასევე გვაქვს დაყოვნება, ანუ რამდენი ხანი დაჭირდება, რომ დაამუშაოს ეს რაღაც. ანუ ამას მაგალითად დაჭირდა 4.9 წამი. ანუ მილიწამიც არა, ბევრად გადავწდით. 4.9 წამი დაჭირდა. ნუ ეხა მაგალითად ვკითხოთ, what are you? ხო, მანამდე ანუ სანამ ეს მუშაობს, იმასაც ვიტყვი, რომ ეს კოდიც ამ კოდის, ანუ აქ რა პროექტსაც ხედავთ, დიდი ნაწილი დაწერილია იმის ანტიგრავიტიზე Gemini 3 Pro-s მიერ რა. მე მაგანგენს ვიყენებ ხოლმე ძირითადად. ნუ რა თქმა უნდა, ზუსტად ეგრე გაიდლაინებით და პრომპტებით. ხო, აი მინდა გითხრათ, რომ 22 წამი დაჭირდა იმის გასარკვევად, რომ რა არის. What are you? და რა ვიცი, ეხ ჩავწეროთ what can you do მაგალითად. კი, აი ჩემ პიქსელზე მაქვს ეს გაშვებული. 9 Pro XL-ი. ხო, ანუ უფრო მეტ წარმატებას ელოდებოდი, ხო, ვითომ ანუ 9 Pixel 9-დან, მაგრამ ხო, ანუ მიაქვს რეალურად რესურსი და დრო მიაქვს. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ აღნიშნე, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტასკები, რომელიც სწრაფად არის გადასაწყვეტი, ეგენი არ უნდა მივცეთ.
კაი, სანამ ეგ მუშაობს, კოდს გავყვეთ უბრალოდ როგორი მარტივია რა. ნუ ეხა compose არ გავარჩევ. აი view model-ში გავუშვათ view model-დან დავიწყოთ რა. არაფერი აი მიდის იმაზე რა ქვია. observe prompt execution-ში მიდის. ნუ მოკლედ რეპოში მიდის რა და მთელი პრინციპში მთელი გამოთვლები ხდება აი აქ და მოიცა ეხა შევძლებ აი როგორც იქ აღნიშნე სამი მარტივი მიდგომა არის რა ერთი არის რომ get prompt API რომელიც არაფერი უბრალოდ ვეუბნებით ანუ generations რო get client კლიენტი მომეცი რომ დავიწყო მუშაობა ეგეთი მარტივი რაღაცა არის. ნუ ეხა მე flow-დან სტატუსები ეს უკვე ჩემ ხარეს რომ UI-ზე მოხდეს ამ მდგომარეობის აღბეჭდა, მაგრამ ეგ სუბიექტური მიდგომარი უკვე ვის როგორც უნდა. მე არის check AI model სტატუსი, რომელიც არის აი ესეთი რაღაცა. model status ეუბნები რომ არის თუ არა available. თუ available არის, it's okay. აი, და გავაგრძელეთ, ყველაფერი რიგზეა. თუ არის downloadable, მაშინ უნდა დავიწყოთ გადმოწერა. ოღონდ ჩვენ ვართ ინიციატორები გადმოწერის. თუ ჩვენ არ დავიწყოთ გადმოწერას, მაშინ არ წამოვა რა. შემდეგი ვარიანტი არის რომ unavailable. ანუ მაგალითად აი Gemini Nano უნდა იყოს Pixel 9-ზე ან 10-ზე, სხვა device-ებზე დავუშვათ არ არის საერთოდ. ეგეთი სტატუსები აქვს. და თუ downloads და თუ გადმოწერას გავუშვებთ, მანდაც არის სტატუსი. გადმოწერას ძალიან მარტივია, პირდაპირ flow-ს აბრუნებს და collectით მარტივად ვაობზერვებთ და მოდის სტატუსები და მონაცემები, მოდის სტატუსი რომ download-ი დაიწყო, იმასაც გვეუბნება რა პროგრესში არის download-ის, ბაიტებს გვაწვდის და რეზულტატიც მოდის ბოლოს რომ კი, გადმოწერა მორჩა. და მაგრამ არის შემთხვევა რომ შეიძლება ვერ გადმოწეროს. რავი, connection-ი გაუწყდა, რაღაცა მოხდა, გაითიშა, ჩაითიშა, მოკლედ საკმაოდ კარგად აქვს რა. პრინციპში აი ყველა სტატუსი თანამედროვე UI-ისთვის რაც გვჭირდება, რომ ყველაფერი ვიზუალურად აუბეჭდოთ და users გავაგებინოთ, ყველანაირი სტატუსი აქვს და API-თაც მარტივი გამოსაყენებელია, თან observable არის, თანამედროვე მიდგომა აქვს. დარჩა ხო ეგ ორი ანუ ესე იგი იყო რომ კლიენტი ავიღეთ სტატუსი შევეკითხეთ თუ გადმოსაწერი იყო გადმოვწერეთ და ბოლოს დარჩა რომ პასუხი გვითხრას და მაგასაც ძალიან მარტივი API აქვს უბრალოდ უკვე ამ არსებულ მოდელს რომელიც გადმოვიწერეთ და მოვიდა ვეუბნებით generate content და მერე უნდა response-დან ავიღოთ პასუხი. ეხლა მხოლოდ პირველ პასუხს ვიღებ, მაგრამ აქვს ხოლმე ვარიანტები რა, რაღაცეები და არჩევანის თემა არის რომელი და რატომ. ტემპერატურის შეცვლა და მსგავსი რაღაცეები არ გამიკეთებია, ცოტა სიღრმისეულია ეგ და არ გამირჩევია. ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ უბრალოდ აი პირველ ვარიანტს ვიღებ და ეგ არის. აი მაგალითად ამ კითხვას რა შეგიძლია გააკეთო მოანდომა 19.9 წამი. და ნუ generating answer-ში იყო და generating დაასრულა და გამოიტანა. ეს კი კარგი რაღაცებია, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, უფრო მომწონს მეორე ფაზა, რომელიც ცოტა უფრო კომპლექსურია, კოდი პრინციპში თითქმის იგივეა. მაგრამ თვითონ ის არის უკეთესი რაღაცები სამართავად AI-ს რო ვამართინოთ. ვნახოთ, გავუშვათ. ძალიან არის. გადავწდი ყველას და ყველანაირს. შევამთავრებ. ხო, მოკლედ ესეთი თემა არის რა, რომ იდეა ეგეთი მქონდა, რაში შეიძლება გამოვიყენოთ რა. აი მაგალითად რაღაცა ახალი აპლიკაცია არის, Play Store-ზე გავუშვი და გადმოვიწერე და უბრალოდ გადმოვიწერე რაღაცა ვიღაც ახალი დაწერილი აპლიკაცია და რაღაც რამოდენიმე პარამეტრი აქვს. სიმართლე რო გითხრათ, შეიძლება დამეზაროს ამ პარამეტრებში რა. შესვლა, ნახვა, რაღაცების გაკეთება.
ხო და ვიფიქრე ეგეთი რაღაცა, რომ მოდი თვითონ AI-ს რო ვთხოვოთ, შიგნი on device AI-ს რო ეს პარამეტრები ჩაგვირთოს. და აი მაგალითად მივწეროთ, რომ რაღაცა auto refresh-ი გვინდა და თუ გავიკეთებს და მე გავიაროთ კოდში როგორ მუშაობს ეგ რა. უშინ მუშაობდა? ეგონი იმუშავა, იმუშავა. კაი, ეხა უთხრათ, რომ არ გვინა auto refresh. Yep, იმუშავა. კაი. და notifications-ზე თუ უბრალოდ რაღაცას მივწერ, მაშინ აღიქოს როგორც ჩვეულებრივი ტექსტი და არაფერს არ შვება. ნუ ეს თქოში უნდა ქნას, you asked about the info, snackbar, this is an AI demo app. რაღაცა. დაუშვათ და ბოლო არის რომ მაგალითად გვინდა რომ notification-ი გქონდეს რა. მეტი არ გამოვა. ხო, notification-ი ჩართო, ხო? აი რომ გამორთო და ეხლა მე რომ ჩავართვევინო და საინტერესოა კოდის ნაწილიც რა, როგორ არის? თავს. ხო, ნუ მარტივი რაღაცებს გადააზე აკეთებს. მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი on device გამოყენების არის ეგ, რომ შენსავე აპლიკაციაში ჩააშენო და კონტროლები გარდა იმისა, რომ ხელით მართვა აქვს, პლუს AI ანუ chatbot-ი კონდეს, რომელიც user-ისთვის მარტივი იქნება, რომ setting-ები ჩართოს, გამორთოს, გადართოს ან რაღაცეები ქნას. რომ არ მოუწიოს ყოველ ჯერზე user-ს ვიღაც აპლიკაციის სწავლა, ნუ პირველ ჯერზე მაინც. ეხლა როგორ მუშაობს ეგ ამბავი, რომ on device AI manager-ში request-ს ვრაპავ რა, პრინციპში ვრაპავ, ვეუბნები, რომ ანუ prompt-ი გამიანალიზე თქო. დამატებით, აი ეს არის user-მა რაც prompt-ი შემოიყვანა, მაგრამ ჩვენ ვრაპავთ მაგ prompt-ს, ანუ ჩვენ prompt-ში და ვეუბნებით, რომ გამიანალიზე ხა ეს რაღაცეები და იცი რა არის, ანუ აი ანალიზის შედეგად ავად დააკვირდი რომელიმე event-ს ხوار ითხოვს აქედან, მაგალითად show snackbar-ი, notification-ის ჩართვა, გამორთვა ან auto refresh-ის დაენეიბლება, ანუ ამადგან რომელიმე ხوار ითხოვს და ვეუბნები, რომ რეზულტატი გამოვშვი JSON-ის სახით. და მხოლოდ ერთ-ერთი event-ი გამოაყოლე აქედან რა. და ანუ ამოღებული პასუხი უნდა იყოს JSON-ი, რომელშიც ეგ event-ი იქნება. ნუ მე view model-ში აგერ არის, ნუ პარსავ მე მაგ JSON-ს და თუ event-ი მოვიდა, ვადარებ რომელი event-ი მოვიდა აქედან და რა თქმა უნდა მე ანუ შთავ, ანუ თიშავ რაღაც switch-ი იქნება თუ checkbox-ი იქნება და ეგ უკვე state flow არის და შესაბამისად UI-შიც ეგრე აღიბეჭდება რა, შეცვლილად. მე მგონი პატარა აგენტივით გავაკეთეთ რა. რა, ცოტა მაინც ხო შეიძლება აგენტი დაუძახოთ. ხო, აი მაგას აკეთებს რა. ხო, ეს ორივე ცალ-ცალკე ბრენჩად არის, ერთი უბრალოდ სიმარტივისთვის არის, რომ მარტივად API როგორ გავაკეთოთ, მეორე არის აი ეგ რო ის on device AI როგორ გამოვიყენოთ თვითონ აპლიკაციის სამართავად რა. ხო და ეგ არის პრინციპში კითხვები თუ გაქვთ რამე კიდე სხვა. არ გამიტესტია, უბრალოდ ვიცი რომ media pipe არის ესეთი, რომელსაც შეუძლია ოღონ ამ media pipe იყენებს under the hood custom მოდელი უნდა ჩაუტვირთო, აი წეღარო ვახსენე რომ შენი API უნდა გააკეთო, რომელიც წამოიღებს ამ მოდელს სადღაც AWS-ზე გიდევს ან სადმე შენ სერვერზე და თუ საკმაოდ კარგ მოდელს წამოიღებ, ანუ TF Lite extension-ები აქვს ხოლმე რა, ისის დაშრინკული არის რა თქმა უნდა on device-ისთვის რა და ნუ minimum QRS დააგენერირებენ რა. მაგრამ არა არის რა რაღაცებს, ანუ აკეთებენ ხოლმე მინახია რაღაც დემოები, მაგრამ პირადად არ გამიტესტავს. თუმცა სხვა API არის, ამისგან განსხვავებით, ამას Nano-ს ეგ არა აქვს.
მაგრამ ამის მუღამი აი ეს არის, რომ ძალიან მარტივი არის, ანუ რაღაც სამი სტეპია რა, დაითრიე კლიენტი, შეეკითხე სტატუსი, დაიწყე მუშაობა რა და ანუ ყველაზე კაი გამოყენება რაც ვიფიქრე არის ეგ, რომ პრომპტი დაურაპო და უთხრა, რომ სეტინგები ჩართე, გამორთე, ან მაგალითად ნავიგაცია სხვადასხვა გვერდებზე თუ ბევრი გვერდი არის რა, ანუ რაღაცა ეგეთი მე მგონი კარგი გამოყენება იქნება მაგას რა. საერთოდ შეგიძლია გააკეთებინო კი. მადლობა ხალხო.